საქართველოს პროკურატურის ცნობით ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგორ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინები გაჩხირგეს. ბრიფინგი ამ თემაზე მოქმედმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გამართა. მის თქმით ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. მოგესალმებით. განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სრულ საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგორ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად დამატებით მოგახსენებთ. გმადლობთ ყურადღებისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბის სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე 3 პირი დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიზემ განაცხადა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა კონკრეტული თანხების მიღების სანაცვლო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბის სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ. პროკურორმა არის დაავადება მინისტრის გახდა ჩანდაცვის ხელსაშიშის არაფერში. 320 წელს თვეში აიღებ პენსიას. დღეს გინდა თუ არა, აი კდარი ცოცხალი უნდა იყოს 1800 ლარი, რომ შევცვალო და სხვისი ჩეკიშზე უნდა ჩაქსვა შენ. მიხდი 3000 ლარი, მე 1800 მაინც უნდა იყოს სულ და 3000 ხო? რომ მე იმ ადგილზე ჩაქსვა, რომ ოქტომბერში აგაღებიო და თებერვლამდე არ გაცდეინო. თქვენ როგორც ხარით 1800 ლარი წამოვიდა. 1800 ლარი. კი, ვიცი. დღეს მაგალითად ეხლა რომ დავრეკა, საბუთს გავაკეთებ 3000 ლარი ეგრევე უნდა ხელში. მაგრამ 1800 ლარი ხა მართლა. და შემიძლია ერთი კვირა ამ ფულით დავიწყო საქმეები თქვენ უბრალოდ რომ მითხარით, რომ დანარჩენი ფული მოგაწოდოთ. ფორმაცია რომ მზად იქნება ექიმების საფურცე. ჩაგიგდებ, რომ ერთი კვირის განმავლობაში გაგიკეთო უკვე 1200 ლარს რომ ჩარიცხავ. გაიგე? ხო, კომისიაზე გავლა და რაღაცა. შენ არცად არაფერი მოგიწევს, მე ვარ მაგის ატვიჩა. ეს 1800 როგორც ხარეთ, შეგვასრულა. მალე მოიტანიცი იმ ხუთშაბათამდე თუ ჩარიცხავ, იქეთ ხუთშაბათს გაგიკეთე. მეორე ჯგუფი გინდა, ხო? ხო. გავაკეთოთ მაშინ ეპილეფსია, მაგრამ 4 შაბათამდე დაურეკავ იმასთან და ტელეფონით უცნებია, რომ გადაგიღო. 3200 იქნება გამოგიყვანო, ხო და? და შეიძლება ჩეკის ფული და გამატებიო აწოდოთ. ერთიანად ხსოვს. თუ გინდა 600 მომეცი და თუ გინდა ერთიანად მომეცი. 1 2 3 4 5 6
ესა ჩემი თვითონ დასვლა. ემაგე შეინსაბოთ. მაგი კი არა, გამონა ვაწერიებ ცოტა რაღაცას რომ დაგენიშნოს თუ არა. კი არა პედი. ეფსასი გაქვს მოცემი. ახლა უნდა მომცე 2700, ხო, 100-ია. ეს 1000 ლარი. ეგი 2000 ლარი. 2700 მეყავს. ესა 700 ლარი. ამოვიდა მაგარა 2700 ლარი. აგერ მაქვს 20 ლარის და 2720 ლარი გამოვიდა. ამ ზათა საბუთი ყველაფერი და წაგადგენ მერე კომისიაზე. 500 ლარი. დამთავრდება მაშინ მოვიდა. ახლა ერთ კვირაში და ჩამოხულია. ერთ კვირაში რა ხო? დაგიმთავრებენ მაგრამ. ხერი კეთდება მეთქი აღარავითაა. ვითომ გაქცევდეთ აპრილი და ღვიძლის პრობლემა. გადაგზავნეს კედარში საერთოდ არ გამოჩნდა. ამაზე მეტი ადმინდა. შეინახე ეს საბუთი შენი ახლა. ესმის? შეინახე, შეინახე, მე მაგნეზინა. არა, ეს ესე იგი სოციალური მისატანი ამის. აი აღარა გაკეთდა, ვсё. აბა რა გითხარი ხალი იზამს ყველაფერს. პირველ შემთხვევაში თბილისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დტ-მ მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველი იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე. მეორე შემთხვევაში ბათუმში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თდ-მ 9500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება. მესამე შემთხვევაში ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა C-ომ 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბის სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში C-ომ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბი ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც C-ომ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონსულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც თავის მხრივ დაამზადა ყალბის სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. სამივე შემთხვევაში ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების წარდგენითა და შესაბამისად შშმ პირის სტატუსის მინიჭებით სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისაკენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის მეოთხე ნაწილით, 25-221 მუხლის მეოთხე ნაწილით და 362 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენასა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ხედავთ, არსებობს არც თუ იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, რაც გარდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ზოგადი ანტიკორუფციული ინტერესებისა, უდიდეს ზიანს აყენებს ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი მედიკოსის იმიჯს. ამიტომ მოვუწოდებთ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს, თუ იმ ადამიანებს, ვისაც მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილი აქვთ, ნუ დაუშვებენ მსგავსი უკანონო ქმედების ჩადენას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული დანაშაულების მიმართ იქნება განსაკუთრებით შეურიგებელი. დღეიდან ძალაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა ის მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი წესები კიდევ უფრო მკაცრდება. მანიფესტაციის მონაწილეს მიერ უკანონოდ გზის გადაკეტვა, სახის ნიღბით დაფარვა, ცრემსადენი ან მომწამლელი ნივთიერების ქონა, ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამხვევი აქციის ორგანიზატორია 20 დღემდე ვადით ცვლილებებს ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ ოპოზიციაში და მას ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ. ფაქტია, რომ ქართული ოცნება არის საერთაშორისო იზოლაციაში. ახლა ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა, დემოკრატიულმა ოპოზიციამ არის ის, რომ ჩვენ ერთიანობა ვაჩვენოთ, მათ შორის ქუჩაში და სწორედ ქუჩის პროტესტმა, არაძალადობრივმა მშვიდობიანმა პროტესტმა უნდა ჩამოშალოს ივანიშვილის
რეჟიმის ვერტიკალი. 2024 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ მუდმივად ოცნება ცვლის საკანონმდებლო ჩარჩოებს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მაუწყებელი, ის რომ ოცნება უსუსრულ დღეშია, ის ვერ ახდენს საკუთარ მოსახლეობას კომუნიკაციას და 50 ადამიანის მიერ გადაკეტილი ქუჩა მისთვის პრობლემას წარმოადგენს, იმდენადაც კი, რომ სრულიად ცვლის და არგებს ამ ვითარებას საკანონმდებლო ჩარჩოს. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები უკვე დამტკიცებულია. სარჩელით პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათს მიმართავს. ინიციატივა საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიას და კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ. ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელით აკრძალვა ჯამში 10-მდე პარტიას ემუქრება, თუმცა ნაციონალური მოძრაობის გარდა ვინ მოხვდა სიაში ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. წესების მიხედვით ცხადია ვერ იარსებებს პარტიული უჯრედი, იარსებებს მხოლოდ პატრიოტული ჯგუფები და ცხადია ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ეროვნული პარტიული ჩარჩოების მიღმა, რომ გავათავისუფლოთ საქართველო ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმისგან და ცხადია ამას სჭირდება დიდი ერთიანობა და დიდი წინააღმდეგობა. ერთიანობისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მათ შორის პარტია არ არის იურიდიული ან სამართლებრივი სტატუსი, პირველ რიგში პარტია არის მოქალაქეები, ამომრჩეველი საზოგადოება, რომელსაც აქვს ნდობა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. ასეთი ჯგუფი ნამდვილად არის ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ გვყავს ერთგული ამომრჩეველი და ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენს ხარდამჭერებთან, გულშემატკივრებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. ნამდვილად ვერც კი წარმოვიდგენთ, რას ფიქრობს და როგორ აპირებს ამ ყველაფრის განვითარებას, თუმცა თუ მას ნაცების გაუქმება სურდა, ქონდა ამისთვის 13 წელი, მაგრამ ეს არ გააკეთა და პირველ რიგში იმ ვითარებაში, რომელშიც ოცნება დღეს არის, როდესაც მისი საპარლამენტო სიის 2/3-ს წარმოადგენენ ნაციონალური მოძრაობის 2012 წლამდე არსებული რეჟიმის გამოკვეთილი სახეები, ჩემი აზრით, ნაცების გაუქმება და ეს პროცესები უნდა დაიწყოს საკუთარი პარტიის რიგებიდან. სარჩელში ყველაფერი კარგად იქნება გაწერილი. იცით რომ საგამოძიებო კომისია 400 გვერდზე მეტია და არის ერთის მხრივ პოლიტიკური აქტი და მეორეს მხრივ მაღალი სტანდარტით შემუშავებული სამართლებრივი აქტი, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რასაც დაემატება მაღალი ხარისხით 4 ოქტომბრის საჯაროდ დადასტურებული მტკიცებულება, რომ რაც ჩვენ 6 თვის განმავლობაში მოვისმინეთ და დავწერეთ, დაადასტურა თავად ნაცმოძრაობამ ფილიალებთან ერთად, რომ დიახ, ის არის პოლიტიკური ძალა, ეგრეთ წოდებული, რომელიც დამხობისკენ არის, ადამიანების სიკვდილისკენ არის მიმართული და ასე შემდგომ. გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა, ჩვენთვის თავარია, რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა, კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენი ამოცანა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა და ერთადერთ პოლიტიკურ ძალას ეხება სინამდვილეში ის სარჩელი, რომელსაც ვამზადებთ. სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიტან სარჩელს. მეგატივი დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები ამ საკითხზე ქუთაისში. ყველა მთავრობის მაშინ ყველა მთავრობას დანაშაული აქვს ჩადენილი მთავრობა. ცოტა და უდანაშაულო არავინ არ არის. პატიება უნდა შეგვეძლოს ერთმანეთისა, პატიება უნდა ვიცოდეთ. მithumetes თანამდებობების პირები არ არის. როგორ ვთქვი, ნაციონალური მოძრაობა იკრძალება რა შეიძლება ქვეყანაში? არ ვიცი, არ ვიცი. უნდა დარჩეს ნაციონალური მოძრაობა. და ეს რაც არის, უნდა გაქრეს. კაცმა უნდა აიგზავნოს, ისე უნდა აიგზავნოს, რომ მაგის დუხი არ იყოს საქართველოში. არა, მაგენმა რაც აკეთეს. მე გელაპარაკებით 85 წლის კაცი. თავიდან ხეხებავდი ვიცი ყველაფერი.
არავით არის დანდობა მაგას. არავით არის დანდობა. წავიდეს მაგეი მოციდე რა კიდევ ვიღაც ახალი გამოჩეს იქნება. ახალი გამოჩეს რომელიც ჩოგუდგება აგეს ოპოზიციას. შეიძლება არც ეგენი არ უქრია, მერც არა. რა შედარება ახლა როგორ თანდაგამიცა. აგერ ახლა დღეს ვითხეს პური უნდა გააცვირო. მაგრამ რა ვთქვა, არა გვაქვს საქმე. უნდა მოცილდეს სააკაშვილი და მუსაკუარია. მაგასთან გზაზე ხო იგის უნდა წევიდეს. რა სწრაფად გაკეთება უკეთესია. ანუ ფიქრობ, რომ რაციონალური მოძრაობის საკითხად სხვა პოლიტიკურ პარტიებს დაუწყოთ სასწრაფო. რა თქმა უნდა, აღმოცენ ახალი პარტიები გამოჩნდება. ისეთი როგორიცაა გირჩი, ვიღაცა კიდე გამოხდება რაღაცაიდან. ამდენი ხალხი ვხავს. ადო შევალიეთ თელი ცხოვრება ამ ორი ყველას რომ ეჭიდავებიან ესენი. ეს ნაცნობრობა როგორ გამოყვეს მაგერმა თავი ჯერ 2012 წელს როგორ დამალულები იყვნენ. ხოდა ამ კოჰაბიტაციამ და ამ უბედურებამ არ გამოწიეს და როგორ ყოფილობენ. რა ვიცი, ახლა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავრობამ ვინ როგორ აფერ, აბა რა ვიცი. სხვანაირად მე ახლა მაგას ვერ გადავწყვიტა. ვის რა ფერ უნდა და როგორ უნდა. თუმცა პარტიების საერთოდ არ არის საჭირო ბევრი, უნდა იყოს ერთი. არ არის ამ აუცილებელი რომ იყოს 5, 6 და 10 პარტია. უნდა იყოს ერთი და უნდა იყოს შეთანხმება ყველასთან. არ უნდა შეწყვეტოს ნამდვილად. ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს წარადგინა საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი და გამოყო მისი ხედვით სისტემის წინაშე არსებული 7 გამოწვევა და 10 დაძლევის გზები. პრობლემებს შორის დასახელდა სტუდენტების 85%-ის კონცენტრაცია თბილისში და ფაკულტეტების დუბლირება. გამოსწორების გზად კი დასახა პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას ქვეყნის მეორე მთავარი საუნივერსიტეტო კერა ქალაქ ქუთაისში. პრემიერმა პრობლემად დაასახელა ჭარბად მოზიდული უცხოელი სტუდენტები. ირაკლი კობახიძე ასევე აცხადებს, რომ მისი გუნდი გეგმავს სკოლები 12 წლიანი სწავლების ნაცვლად 11 წლიან სწავლებაზე გადაიყვანოს. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად 3 წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისათვის. ეს პრაქტიკულად მე-12 კლასში თითქმის არ დადიან ბავშვები სკოლაში, ხო? რატომ? იმიტომ რომ მათ ურჩევნიათ მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე. ასეთ პირობებში არ უღერთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. თავი ამოცანაა, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ხო, ჩვენ გვინდა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 60 წელიწადში უკვე თვისებრივად ავამაღლოთ, ფუნდამენტურად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტი დარჩება თავისი ავტონომიით. ერთადერთი პრინციპი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური ინტერესების გამო დაირღვა, მათ შორის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ერთ-ერთი რაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს საკუთარ ავტონომიას. ეს ბევრ ლექტორს სამსახურის გარეშე დატოვებს. არა, საუბარია გადანაწილებაზე. მე მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია, რომ შესაძლებლთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მეკატივი დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ ქუთაისელები საგანმანათლებლო რეფორმას, რა პრობლემებს ხედავენ ისინი განათლების სისტემაში და რა არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა. ყველაფერი დგას ნულზე. განათლებიდან დაწყებული მედიცინა და ყველაფერი. ძალიან ცუდი მდგომარეობა. მოგრი თაობა უნდა ყავდეს ფინანსურად დაკმაყოფილებული მასწავლებელი, ანუ მას უნდა ქონდეს მაღალი ანაზღაურება. შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში აი ამ საკითხის მოგვარება მეჩნია ძალიან სწორად. ვერაფერს ვერ ვიტყვი ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე. მე ცოტა სხვა სისტემით ამაკ დამთავრებული და რაც არ ვიცი, მასე ვერ ვილაპარაკებ. რა ვიცი, ბევრი პრობლემა შეიძლება არსებობდეს. მე უფრო საგანმანათლებლო, უფრო დაბალ საფეხურებზე ვიტყვი სკოლაში მაგალითად. თვითონ მასწავლებლების პრობლემაც მგონია, იმიტომ რომ ყველას მაგალითად ბავშვთან მე არ მივუშვებდი. და ვფიქრობ, რომ მშობელსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა გაცილებით უფრო ღრმა უნდა იყოს.
სკოლაში, რომ მე უმაღლეს სასწავლებელში ცოტა ნორმალური კადრები მივიღოთ, ვიდრე ახლა გვაქვს. იმიტომ რომ ზედმეტი მგონია 12 წელი სწავლა. ესე ვფიქრობ. თუმცა თვითონ უკეთიციან ექსპერტებმა. როგორი არის სასწავლო პროგრამა, როგორ შეიძლება შემცირდეს, რანაირად რა გაკეთდეს. ცოტა ვერ გავიგე ის რაც იყო ნათქვამი, რომ თითო უნივერსიტეტში თითო ფაკულტეტი, ანუ ერთი კონკრეტული ფაკულტეტი იქნება თქვა ერთგან და არ იქნება სხვაგან. აი ეს როგორ მოხდება, ეს არ ვიცი ნამდვილად. მაგაზე ცოტა დავფიქრდით, რომ დანარჩენი ყველაფერი პრინციპში გასაგები იყო. და ქუთაისთან დაკავშირებით იყო რომ უნდა გახდეს. ძალიან გამიხარდა. მაგაზე დიდი ხანი ალაპარაკობდნენ, ძველადაც იყო მაგაზე საუბარი, წლების წინაც იყო საუბარი და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ ქალაქს, რომელიც მართლა არის განათლების აკვანი, ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, ესე რომ მოხარული ვიქნები მხოლოდ. ახლა იმისთანადრო არის უფრო მეტი მოსწავლეები იმზადება კერძოდ. სულ ჯგუფურად დადიან და ის არ ვიცი. სკოლაში არ დადიან. თან მე-12 კლასი მე მგონია სულ არ იყო საჭირო. ჯერ 11 მაინც ბევრი არის. ადრე 10 კლასი ამთავრებდნენ და შვენიერად კარგად გაიცოდნაც ჰქონდა და ყველაფერი. უფრო მეტი ყურადღება ბავშვებს დაეთმოს ყოფაქცევაზე, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და რაც შეიძლება ყოფილი განათლება რომ მიიღონ ბავშვებმა მაქსიმალურად რომ დაიხარჯონ როგორც პედაგოგი, ასევე ბავშვები მეტი მოტივაცია სჭირდებათ. რა ვიცი, ალბათ თავარი ეს არის, მოტივაცია უნდა გქონდეს ბავშვებს, ინტერესი საგნის მიმართ. და შესაბამისად სპეციალისტებიც, პედაგოგებიც უნდა იყვნენ მაღალკვალიფიკაციური, რომ ეს მიიღოს ბავშვმა ხარისხიანი განათლება. ის წინააღმდეგი ვიქნები. თუ ეგ ხელს შეგვიშლის, რომ აი ევროპაში სწავლას ვერ გააგრძელებენ 11 კლასის განათლებით, მაშინ უნდა იყოს ისე 12 კლასის განათლება, რომ ის მივიღოთ რაც გვინდა, რისთვისაც არიან ეხლანდელი ბავშვები მოწოდებული, რაც შეიძლება მაღალხარისხიანი განათლება მიიღონ და ერთადერთი გზა ევროპაა. საუბარი იყო იმაზე, რომ ქუთაისი გახდება, ვთქვათ, საგანმანათლებლო კუთხით მეორე ქალაქში უნდა მეორე ქალაქად უნდა იქცეს საქართველოში. ამის უმეტეს მაგ ეხა მისასალმებელი იქნება, რა თქმა უნდა. ყველანაირი გაგებით, ანუ ეკონომიურად სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი, თუ გინდ ბინა, თუ გინდ სწავლება ხო არიან ახლა ბევრსა დედაქალაქში არ მიუწვდება ხელი ყველაფერზე და ალბათ გაუიოლებს უფრო დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს შეძლოთ განათლების მიღება. მე აზრით არ არის სწორი 12 კლასის გაუქმება, იმიტომ რომ ევროპული განათლების გამოიყო მაგი შემოღებული და არ მომწონს ერთი სიტყვით, არც ის არ მომწონს ბაკალავრიატი 3 წლიანი რო გახდა და 1 წლიანი მაგისტრატურა. იმიტომ რომ არ არის, არ აკმაყოფილებს განათლების დონე მოთხოვნებს, ჩემი აზრით. და თქვენ მაინც რაში ხედავთ მთავარ გამოწვევას? თქვენ რა გესახებთ? მთავარ გამოწვევას ვხედავ იმაში, რომ უნდა გაუმჯობესდეს სკოლებში სწავლება, არ უნდა იყოს რეპეტიტორები საჭირო. მშობლები არ უნდა იყვნენ ვალდებული ბავშვები ატარონ მასწავლებლებთან და დონე უნდა იყოს მაღალი სკოლებში, მეტი არაფერი. და ამის მიღწევა როგორ არის შესაძლებელი თქვენ? როგორ არის? თვითონ განათლების სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს ისეთი ტექნოლოგია, რა ვიცი, რომ მასწავლებლები სათანადოდ ასწავლიან ბავშვებს. არ იყოს, არ ახდიდნენ ვალდებულს ბავშვებს, რომ მოემზადონ მასთან. სკოლაში უნდა ასწავლიან ისე, რომ არ იყოს საჭირო. და განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს ეს. მე ასე ვფიქრობ. მეც ვერაფერს ვერ დავამატებ. არ ვიცი, მე პირადად ჩემი საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, რომ არ მომწონს დონე სკოლაში, რატო არ ვიცი, ვერ გეტყვით. პირველი რაც თვალნათლივ ჩანს, ეს არის, რომ საქართველო უნდა დაშორდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს და ყველა იმ ინიციატივისგან, რომელიც წარმოდგენილია, ეს იქნება 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა, მაგისტრატურის 1 წლიანამდე დაყვანა, ეს იქნება უნივერსიტეტების ავტონომიურობის შემცირება, დაფინანსების ნაწილში მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა თუ ასე შემდგომ, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი და ეს მის
ბრძანი ფაქტობრივად სასახად გაცხადებული. მეორე მიზანი რა თქმა უნდა არის უფრო მეტად ისედაც დამორჩილებული უნივერსიტეტების დამორჩილება. აქ გულისხმობ რომ წმინდად მართლობითი თვალსაზრისით ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც დღეს არ არის დამორჩილებული და ამ რეორგანიზაციის შედეგად ეს დამორჩილებაც მარტივად მოხდება, იმიტომ რომ რეორგანიზაციას ახლავს მართლობითი რგოლის შეცვლა და მართლობითი სისტემის შეცვლა. განათლების რეფორმას აფასებენ პოლიტიკოსები. ნონსენსია ეს რეფორმა სინამდვილეში ებრძვის ფუნდამენტშივე საქართველოს განათლების სისტემის სწორგზაზე განვითარებას. ერთი მეორე ისაც წაპირებენ აკადემიურ სფეროში და უმაღლეს სასწავლებლებში. სინამდვილეში აი ამ რაღაცა საბჭოთა ტიპის დაგეგმილი სისტემის, სადაც თურმე კობახიძემ უნდა გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტები რა სპეციალობის უნდა იყოს, ანუ ერთჩვენიერ დღეს ერთი განცხადებით საერთოდ უნდა ჩავრეცხოთ თურმე ამ ქვეყანაში აკადემიური თავისუფლების პრინციპი. და მათ შორის ეს არის დევნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემაში არიან კეთილსინდისიერები, პატიოსნები, ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, მათ შორის აკადემიურ მოვალეობას პატიოსნად და სწორედ ეს ადამიანები მე დარწმუნებული ვარ ამ რეფორმის თავარი სამიზნეები არიან. ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული რეფორმა და არა რეფორმა იმისთვის, რომ განათლების ხარისხი ქვეყანაში იყოს უფრო მაღალი. ოცნების პირობებში ვხედავთ, რომ ყველა რეფორმას ოცნება იყენებს თავისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ყველა რეფორმას იყენებს ბერკეტად წინასაარჩევნოდ და ასევე არჩევნების შემდეგ ახლა უკვე შეცვალეს მიდგომა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვიტყვი განათლების რეფორმა ჩვენს ქვეყანაში და იქამდე სანამ ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდება შედეგზე ორიენტირებული განათლების რეფორმა, გვეყოლება ასეთი ხელისუფლება, გვეყოლება ასეთი ოპოზიცია, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი. ოპტიმალური ვარიანტი არის ეს რეფორმა, რაც დაანონსდა. ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან იქნება რა თქმა უნდა ყურადღებაც და ფინანსებაც, თუმცა მეორეს მხრივ ეს ყველაფერი უნდა იყოს ეფექტურად გამოყენებული, იმიტომ რომ იყოს პროდუქტიული და ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეზე და სტუდენტზე და სწავლის შედეგებზე. შესაბამისად, ყველა ეს ჩამონათვალი დეტალებში რაც კი ითქვა, ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საქართველოს მიიღოს განათლებული მოქალაქე. 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით 4 ოქტომბრის საქმეზე ამ ეტაპზე სულ 62 პირია დაკავებული. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება იმ პირების გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის მიზნით, რომლებიც 4 ოქტომბერს თბილისში კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს. კერძოდ, ძალადობრივი მეთოდით სცადეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის დაკავება და კონსტიტუციური წყობილების დამხობა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი. უცხოოში მყოფი 2 პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. ნაწილს მრავლად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების ცდილობა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ნაწილს კი სამართალდამცავებზე ძალადობა. რაც შეეხება უცხოეთში მყოფ 2 პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას მრავლად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეო მასალების დამუშავების შედეგად, ირკვევა, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებთან ერთად ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს.
ამასთან აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად 35 პოლიციელი არის დაშავებული. მათ შორის ძალიან მძიმედ. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდათ. ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სამართალდამცველებს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მარწესრიგის ძალიან მაღალი სტანდარტითა და პროფესიონალიზმით დაცვისთვის. ყველა მართლად დაინახა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თითოეული წარმომადგენელი უმაღლესი სტანდარტით კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ეს იყო ზუსტად და სწორად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება, რომლის შედეგადაც აღიკვეთა სახელმწიფოს დამხობის მცდელობა. ჩვენი პოლიციელების უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კოორდინირებულმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს სამართალდამცავის სისტემა ძლიერი და ორგანიზებულია. სწორედ ჩვენი სამართალდამცავების უდიდესი პროფესიონალიზმის შედეგად მოვახერხეთ მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ქვეყნის სტაბილურობის დაცვა. უმკაცრესად ვიმოქმედეთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე პასუხს აღებს კანონის მთელი სიმკაცრით. დიდი მადლობა. მიხეილ თოლორაია, რომელიც იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ მისამართზე და განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით მოხდა მისი დაკავება. არ აღიარებს ბრალს, არ აქვს მოლოდინი, რომ ამ სასამართლოში სამართალს იპოვის და აქვს მოლოდინი იმისა, რომ აკვეთის ღონისძიების სახით განასაზღვრებენ პატიმრობას და არაფერს არ გაითვალისწინებს მოსამართლე. ბრალის წარდგენა ჯერ ოფიციალურად არ მომხდარა და როცა წარუდგენენ ბრალს მე გავიგეთ სინამდვილეში რას ედავებიან, მაგრამ როგორც სტანდარტულად 4 ოქტომბერს დაკავებულებს, ისე მასაც სავარაუდოდ ედავებიან 222 ცელობას და 225-ს. კახა კვაჭანტელეს ჯერ იზოლატორს არ მიუღია და ელოდებიან დღის მეორე ნახევარში. რაც შეეხება ვიდეო ჩანწერებს, ჯერ გაცვლა როგორც ვიცი არ მომხდარა, მისი ადვოკატის ვინც სასამართლოს წარმოადგენს აქ არის და როცა მოხდება გაცვლა, სავარაუდოდ შემდეგ მოხდება ამის დამუშავება. ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე ყველა შეიგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში, ყველა უნდა შეეგუოს. ამას ჩვენ ვაფრთხილებდით. ჩვენ ყველანაირად ვცადეთ, რომ დაგვეზღვიოს ადამიანები ამისგან, თუმცა ისინი ჩაერთნენ დამხობის მცდელობაში, აგულიანებდნენ ამ ადამიანებს, მათ შორის თქვენი ტელევიზია აგულიანებდა ამ ადამიანებს. შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამცველის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული, ხო? რამდენიც ჩადიოდა ძალადობას იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული. ნამდვილად გამეწიდა უკვე მოწყვეტილი ვიყავი. 3 წლის განმავლობაში თავს ვებძოდი რა, რომ ფანქარისო, ფერი, აღმედგინა, ჩემთვის პირდაპირ ხატს რო არ იქ ამას დავიწყებ, აი ეგეთი რამე არ ყოფილა. ხატწერას ცხოვრების რთულ ეტაპზე მოკიდა ხელი. ოთარ შალიკიანისათვის ეკლესია და რწმენა იქცა საყრდენად. მისი რწმენა კი მოგვიანებით თვალხილულ ხატებად აქცია და უკვე წლებია ამ საქმიანობითაა დაკავებული. როგორც თვითონ გვიყვება თითოეული ხატის წერას, თვეების განმავლობაში მიყვება და თითოეულ დეტალში სულის ნაწილს დებს. რთულად სამუშაო, დრო ბევრი უნდა. ფიქრი უნდა, დრო უნდა, ლოცვების კითხვა უნდა, ყველაფერი უნდა, განწყობა უნდა ქონდეს, იმიტომ რომ სიწმინდეს არ წერ ხარ, ელაპარაკე, ესაუბრე. აი ეს განცდა თუ არა გაქვს არ არსებობს, მე რაფერს ვერ გააკეთე. მოხატენაში მუშაობდეს ის სხვაგვარად ფიქრობს, სხვაგვარად აზროვნებს. სხვა იმიტიყურება, ცხოვრება სხვანაირად უყურებს. არ შეიძლება ხატს რო დაწერს და იგი მელი სხვა რამეზე თავისუფლად და აღარ იფიქრებს. მე ხელა რამე ის ბედნიერება ედინიერება არ ვიცი რა ვიცი რომ ბოლო იმასთან ლაქსო და ჩაჩუჩა და განვიშდი რა ვიცი რომ რაღაცა შევქმნი ვიღაცისთვის შევქმნი წინა გიოქში მაგ ანგელეს ხატები ისინი ხარებო შევქმნი და ხახე რომ მიდის და ლოცულობს და რა იცი ნამდვილად მე იქ გავარ ჩემი დაძერხათი და ჩემზე ბედნიერი კაცი არის ალბათ და ზუსტად მოსული მასტიკრო მე და ცრუცები მადლობა
გამუდმებით სიახლის ძიებაშია და სწავლაში. პროფესიით ხელოვანისთვის ხატწერამ სხვა სირთულეები წამოჯრა. რთული მიმდინარეობა რამეში შეზღუდული ხარ, თავის დოგმა, თავის კანონები აქვს ყველაფერი. ლიტერატურა, ბევრი თარგმანა მომიწია რუსული ლიტერატურიდან რაღაცები. დღესაც იგივეს ვაკეთებ. ბევრ რამეს ვსწავლობ, იმიტომ რომ ისეთი რამეა, რომ აქ შემეშალა არა. აქ შეცდომა არ შეიძლება ხატწერაში. ახაც მიყვა და აქ არა. აქ უნდა იყოს დაასრულო ის. ჯერ არა არც ისე კიდე არ დაგასრულებიებს თვითონ წმინდანი თავის ხატთან. ჩათვალეთ რომ არ მიგიშვებს იმას სანამ არ დაასრულებ თვითონ იცის იმან რომ როდი გაგზნობიოს რომ დადექუნდი და დამთავრდა. ეგა ყველაფერი ასე შრომობ თავდაუზოგავად. შრომობ სულ ძიებაში ვარ. სულ ვცდილობ რაღაც ახალი შევმატყო და იერუსალიმის პატრიარქს აქ ჩემი წმინდანის ხატი ახლა რეზიდენციაში უკიდია. ერთადერთი პირველი ხატვერი ვარ. მისი ქართველი ხატვერის უკიდია თეოფილოს მესამეს იერუსალიმში. გეგმების მეტია რომ ხატვერა საქმის გაგამოვიდა. შეიძლება მაგრამ ყველაფერი მშვიდობა იყოს თავად. მშვიდობა იყოს და ხალხი დაწყნარებული და დამშვიდებული რომ ერთმანეთს არ ემაშებოდნენ და თუმცა ენა რაღაცით დაკავდება და თავის საქმით და იმას სხვა საფრთხე არ ექნება ვის და გაუკეთოს უფრო ყველა მაგარ რაღაცას გააკეთებს. ისეთი ერი ვარ რომ ყველაფერი შედის, ყველაფერი გამოგვი. თავარია მონდომი, თავარია მშვიდობა, თავარია პატივი, სიყვარული და მეტი არა. ეგი გვექნება ყველაფერი. ხატით გვექნება, აძარით გვექნება, ლოცვად გვექნება, სპორტ გვექნება, მშვიდობა გვექნება. ყველაფერი გვექნება.